ეხებოდნენ ალბათ ასეთ გოგოსთან. რატო? ხო იცი, ახლა მაინც ისეთი თაობა თამუნა ამოსული, რომ ბავშვების უკოცნაობაზე არიან გადასულები, ახლა მე ძალიან მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ არა, ნუ გეუხერხულება, ხო ეს არის ჩვეულებრივი მომენტი. ძალიან სულად გძნობ თავს, აი ერთი კვირა საკუთარ თავს ვერცნობ. საკუთარ თავს ვერცნობ, რატო? ვერცნობ, აჟიტირებული ვარ, აფორიაქებული ვარ, რა ვიცი, აი ყველაფერი ერთად ჭირს. იმიტომ რომ გინდა რომ აკოცო? როგორ? იმიტომ რომ გინდა რომ აკოცო? არა, ახლა კი ვნანობ. ანანო თუ არ აკოცე? მაგრამ თამუნა რომ ვყარებოდით ხო, მაგას ფიქრობ, რომ ვყარებოდით ჩემი აზრით არ დამტოვებდა ახლა ეგრე კოცნის პონჩი, ანუ რაღაც არ მიგატოვებდა. არ მიმატოვებდა ახლა ხო. მე მაგას ცოლად თუ ვუნდოდი და თუ მეძლეოდა იმის ოჯახი მე არ დამტოვებდა ახლა ისე რომ არ მაკოცა და წასულიყო ესე. ვიღაცა ახლა გავეცვალე იმაში რას გავს რო განახა თამუნა მე რა გოგო ვარ ახლა არ ვარ ცუდი გოგო ახლა ჩემ თავზე არ მიყვარს საერთოდ მაგრამ ცუდი არ ოჯახი გეძლეოდა რას ნიშნავს? ოჯახი რას მეუბნებოდა? გეძლეოდა რას ნიშნავს? მეძლეოდა ახლა ანუ დედამის მოუწონდი ძალიან. და შენ? ახლა მეც მომწონდა, კაი დაყავდა და რა შუაშია დასმიყვებით, თუ ბიც მიყვებით ხო? არა, ახლა ოჯახი. არა, დედა თუ მოგწონდა თქო, მაგას გეკითხები. ხო, არა, მომწონდი ახლა იმას. შენ თუ მოგწონდა დედა შენ? დედამისი თუ მოგწონდა თქო შენ? მეც მომწონდა ახლა ეს ბიჭი არ მუშაობს, დაცვაში მუშაობს ახლა დროებით, მაგრამ რაღაცაში გადაიყვანენ, რა ვიცი. უფროსად. დირექტორად დანიშნავენსად. დაცვარი, ტოტალიზატორი, ახლა აღარ ვიტყვი. ტოტალიზატორის დაცვაში. მე თამუნა რა პრობლემა მქონდა, იცი კიდე რომ დაიწყო თამაში. ხო, ტოტალიზატორში. კი, თამუნა. მაგან კიდე შეიძლება გამოირბენდა უცებ. ხოქენი შეიძლება გამოირბენდა თქო. არა, თამუნა იქ რომ მუშაობდა, იქ სხვა სიტუაცია იყო და მოკლედ ესე იგი ჩვენი პრობლემა არის ის. კარგი. ჩვენი ესე იგი ძირეული პრობლემა ეხლა ამჟამად არის ის, რომ შეყვარებული დაგშორდა იმიტომ, რომ შენ არ აკოცე ტუჩებში. არა, მაგრამ ხა ვერ ვეკოცნავებოდი თამუნა. რა თქმა უნდა, ხო, და შენ ვერ ეკოცნავებოდი იმიტომ, რომ მას არ ეფიქრე, რომ შენ ხარ გარყვნილი გოგონა, ხო? რა თქმა უნდა, თამუნა, მაგას მე როგორ ვიკადრებდი ახლა. და აბა როდის უნდა აკოცა შეყვარებულს? ანუ რამდენი ახლა მე საქმრო რომ ყოლოდა, კი ახლა სანამ გაუყვებოდი და დამნიშნავდა შეიძლება და მეკოცნა, მაგრამ ნიშნობის შემდეგ. ახლა ხო და მერე ქორწილის მერე გეუბნები თუ არა ახლა გოგოებს რო უყურებ კი არიან ისე გადარეულები, მაგრამ მე არ ვარ თამუნა, მე სხვა ოჯახი მყავს და არა, რა თქმა უნდა, ხო. კი. და მიცი რა მითხარი, სხვა კოცნას ესეთი ამბავი ატყდა, წარმომიდგენია სხვა რამე რომ მოეთხოვა. მოკლავდი, ხო? არა, როგორ მკადრებ გენაცვალე, არა, ეგ მე მასეთ რაღაცებში დაშლაპარიყო. რა, მე ძალიან სხვანაირი გოგო ვარ, ალბათ მაგიტომ ჩემი მეგობრებიც მეუბნებიან, რომ შენმა პატიოსნებამ და შენმა ესეცმა წესიერებამ დაგღუპაო და გაგასავსავაო, ახლა იჯექი ნასეო და გაგასავსავაო? რა მინდოდა ახლა ვფიქრობ, მეძლეოდნენ შენი გაწყვეტა. ძალიან ნერვიულობ ახლა თამაშს. არა, მე გამესინა ხა. SMS-ი მოვიდა ერთი, შენზე არ ვფიქრობ ხა შენ. ხო არ ვფიქრებ ხა რა. ძალიან აჟიტირებული ვარ ახლა და იქნები გენაცვალე ხა, სიყვარული დაკარგე და აჟიტირებული კერე გადარეული ვარ ხა. კი, ყვარობდი და ის ყვარობ. გეგოს რა მე შენ კიდე რა იყო. ხდება ძალიან ახლა იმ გოგოსთან ერთად რო ხედავ ხო საერთოდ ახლა იმ გოგოს მე რა უნდა უთხრა რა საქმე მაგას. არა, ის გოგო რა შუაშია. შენ არ აკოცე ის რა შუაში. მე ახლა სხვა რაცხას ფიქრობ რომ მე ანუ სერიოზულად შეიძლება ქეთ მიყურებს ახლა, მაგრამ ხო უნდა კოცნა, ხო უნდა ბისითბო, ალერსი, რაღაცა ჩახუტება რომ გამოხატო ყურადღება მის მიმართ. რადგან შენ არ გამოხატა სხვა. როგორ? მე არ მიყვარს ახლა როზიან. ვიჯექით ხოლმე ბაღში, აგერ პარკში ჩავდიოდით ხოლმე და რას აკეთებდით? ვლაპარაკობდით. რას ესაუბრობდით?
რა ვიცი ახლა მე ასე მიყვარხარს ხო კი არ მithქვამს. ახლა ხდებოდა ეს მე რომ უყაროდი და იგი მაგრამ ასე ახლა პირდაპირ არ მქონდა ნათქვამი. მაგრამ დიდი ხანი ხდებოდა რომ ჩვენი ოჯახიო მამაკნად ისეაო შენდამიო განწყობილიო კარქათო და იცი რა უკაცრავად ამ კითხვისთვის და სად ხრობ? სად ცხოვრობ თბილისში? ახლა ქუთაისში მყავს დედა. ხო. ხო და დედა ჩემი ახლა სულად კი არის, მაგრამ ამოდგება ახლა ფეხზე და ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, იმიტომ რომ შეყვარებული სახელი დაირქვა თამუნა. და უკვე ანუ სერიოზული სახე ქონდა ახლა ასე თუ ისე. ხო და თუ ესეთი სერიოზული ურთიერთობა ქონდა, გეკოცნა შენ კიდე ერთხელ. ახლა ვერ ვიკადრებდი რა ვერა. მე კი დარწმუნებული ვიყავ რომ იმის გარდა იქით ახლა რას სულელი არც გავიხედებდი ის დღე დამეწვას რას ლაპარაკო. არა ესე მაინც და კარგი ეს მოსის წესიერებს ახლა საერთოდ ვინც ეს რა თქმა უნდა როგორნაირი აი ეს მოსის და მე აი ესე დავჭი და თეთრ ღირსია. თეთრ ღირსია რა ხარ? რა თქმა უნდა. კარგი, ესე იგი ჩვენი თემა იყო შემდეგი. მართალია გადავუხვით თემისგან, მაგრამ ნუ მაინც ვიკითხავ. შენი აზრით უნდა აპატიო თუ არა შეყვარებულს ღალატი, ანუ რომ გიღალატო შემოშეყვარებულმა აპატიო. ახლა რა დამიბრუნდეს მე? ხო. დედა რაღა ვქნა ახლა, ნახოთ თამუნა, შე ვაპატიებ ახლა, მაგრამ გააჩნიათ ახლა იმ გოგოსთან თუ ის გოგო თუ სხვა პონჩია ახლა ეძლევა? მაშინ ახლა შეიძლება ვაპატიო და მე თუ აღარ მომთხოვს იმ კოცნაობას. იმ გოგოსთან თუ იკოცნავა და შენთან მოვიდა სერიოზულად, მაშინ აპატიებ. კი. აჰა. ანუ შენ პრობლემა არ გაქვს, ხო იმან რომ იაროს აქეთ-იქით მარჯვენა. არა, თამუნა. ახლა მე როცა ვერ მივცემ იმდენს, ვერ მივაწყდი, მაგის მესმის, ახლა ბიჭია, კიდე არ მქონია მაგაზე არასდროს მე. კარგი, გასაგებია. და იცი რა მითხარი, ცოლად როდესაც გაყვები, მაშინ რომ გიღალატოს? არა, ახლა ცოლად რო გავყვები, ხო, ქევეკოცნავები ახლა მაგერი. არა, კოროეკოცნავები ხო, თავისთავად და ბავშვები, როგორ ახლა ბავშვების გულიზე? ახლა ხარი, მაინც ბავშვი და იგი ოჯახური, ახლა მაგი თავისთავად. და ისე რა გაკადრებს. ახლა ბავშვების გულიზე? არა, მე მაინც ძალიან შფოთვავ და არ ვიცი. არა, ნუ შფოთავ. ძალიან ყველაფერი კარგად იქნება. შენ თუ გულით მოინდომებ ის ადამიანი აუცილებლად აგიბრუნდება და აუცილებლად. ვერ ვაკოცებ თამუნა რა. ნუ აკოცებ, გასვენ, სხვა აკოცებ და დაინიშნე ცოლად გაყევი და მე აკოცებ. ახლა გუშინ ვფიქრობდი თამუნა რომ მივიდე და ეგრევე ვაკოცოთ ხო, მაგრამ რას ლაპარაკობ რო დამინახონ თამუნა ვინმემ რო დამინახოს. რა თქმა უნდა. ამ საათში მიუტანენ მე დედა ჩემს ენას. მართალი ხარ, რო დაგინახოს ვიღაცამ რა უნდა ქნა. არა, ახლა მასე სახელის გაწეხვათ არა. აბა, რას ლაპარაკობ? всё, სახელი გაგიტყდება კი არა, არ ვიცი, შენ რა შეგრაცხავ გამოგაცხავ. ვიცი ხო, იცი მაინც ახლა. რა ვიცი როგორ არ ვიცი. რა თქმა უნდა. ასე რომ გოგოებო არ აკოცოთ ბიჭებს, სანამ ცოლად არ გაყვებით, ხო? კი, ახლა ცოლად თუ გაყვებიან და მანამდე თუ მოგთხოვათ ახლა რა ვიცი, მე მაინც ვერ გეტყვით ახლა აკოცეთ ხო, თავი შეიკავა მოკლედ. კარგი, ესე იგი სიმღერა რომელიც მე და შენ შევარჩიეთ არის Coldplay's The Hardest Part, ანუ მე შეგირჩიე შენ ეს სიმღერა. Coldplay, მე ჩემი მლოვე usmენდა მაგას ადრე. კარგი და ვის მიუძღვნი ამ სიმღერას? ჩემ ლოვეს ისევ და ისევ, მაინც გიყვარს და რათხარ ყოველთვის აპატი. მე ჩემი აზრით, ხო, ისევ ვიქნებით ალბათ ერთად, არ ვიცი, თამუნა. წაწონავას თოლნიკეს. მიუძღვენი, კარგი, მიდი. მთელი გულითა და სულით, ასე იგი. რა ვიცი, და მოლოდინით. კი, ძალიან მენატრება და განვიცდი, რა თქმა უნდა, რაღაცნაირად სულ ახლა მახსენდება ხოლმე, მაგრამ ჩემ თავს ვეცნობ, ახლა ნანობთ ხო რო ვთქვა, ვეცნანობ და მოკლედ არ ვიცი თამუნა ისე დღეში ვარ. მე ახლა კიდე დაგირეკავს მე. დარეკე. აი 12-მდე ახლა შეგვიძლია დარეკო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მოკლედ დიდი მადლობა შენს არისთვის. მადლობა. იმედი მაქვს რომ შენ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება. გაიხარე თამუნა, გაიხარე. დიდი მადლობა. და რა ვიცი, დარეკე კიდევ არაერთხელ ძალიან გამახარებ. კარგი. კი, წვალოთ ხოლმე, მაგრამ კარგი თამუნა, კარგად, მადლობა. კარგად.
Freak Web Show.